აბა მაშინ კვლავ მივყვებით ავთანდილ ღოღობერძის ციხის ბურთით 900 იქით რა ქვია და ასე გამოვიდა ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომია 44 წელი და თბილისის დინამოს თავის ცხოვრებაში ისტორიაში პირველი საზღვარგარეთული გამგზავრება ირანში ირანის ფეხბურთი კი ვიცით ახლა რა ქვია დღეს უფრო ესეთია სერიოზული და კეიროშები და რაღაცები აღწრნელება სხვათა შორის ქართველიც თამაშობს ირანის ლიგაში მაგრამ მაშინ ომია და სტადიონია თეირანშია ამჯადიე ქვია და დინამო მიიღო ეს გზავნილი მაგრამ მოულოდნელად ეს ამბავი გაიგეს ბაქოში და ბაქოს დინამომ გააპროტესტა შენო მაგ თბილისის დინამო შაშან მოუგეთო და მაგათ რატო აგზავნით უცხოეთია ეს ირანია და გვერდზეა და ოკუპირებულია საბჭოთა და ინგლისური ჯარების მიერ მაგრამ ახლა მოულოდნელია ირანში ფეხბურთი მერე და მერე თბილისის დინამო ისეთ ქვეყნებში ყოფილა რომ ფეხშველებიც ეთამაშებოდნენ გუნდები ფეხბურთს მაგრამ ნუ ეს პირველია და დინამოს საბჭო მეტყობა საკავშირო ჯათვალა რომ კარგი გაირკვეს მაშინა განუ ტესტ მატჩი შედგა ბაქოელები ჩამოვიდნენ თბილისში და აბა ვინ წავა ირანში ამაზე თამაში 3-0 თბილისის დინამოს სასარგებლოდ ეს იოლად გაირკვა წავიდნენ ირანში კაი დინამოა სერგო შუდრა რა ვიცი ყველანი ჯეჯელავები ორივე არიან ბორია ფრალოვია პერეჟნოი ყველანი ესენი კაი ფეხბურთელები ვინც არიან აქვე ბას არის ახალგაზრდა 22 წლის არის დიდი შოკია თავიდან იმიტომ კი არა რაღაც განსაკუთრებული ნახეს უცხო ქვეყანა ნახეს ეს საბჭოთა კავშირში 30 წლებიდან ადრეც პრაქტიკულად შეუძლებელია დიდი ნებართვების გარეშე თეირანში ჩავიდნენ დახვედრა დიდებული პანს ამბობს ყველგან ჩაი და ხმელი ხილი ესე ამ ცხელი ჩაი დაძდებენ უკან და ხო იცით როგორც არის ეს რა ქვია სამხრეთის ასე რომ თქვა მუსლიმურ ქვეყნებში ყველგან ხმელი ხილი ისე თავიდან ბიჭები ვერც ისა რა ქვია ცოტა დაბნეულები რა მაგრამ მიყო არის საბჭოთა საელჩო საბჭოთა საელჩოში მიიყვნენ ყველგან სადაც დადიან მთელი რაც ამ წიგნშია საბჭოთა საელჩო რა თქმა უნდა აუცილებელია და საბჭოთა საელჩოში არის ერთი უნიკალური პერსონაჟი ხდებათ მათ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგო ქავთარაძე სერგო ქავთარაძე ეს არის ლეგენდარული ადამიანი ბოლშევიზმის ისტორიაში სტალინის ახალგაზრდობის მეგობარი მერე უფრო ცნობილი იმით რომ არ ბევრი რამით არის ცნობილი აი ეს ჩვენი განძის დაბრუნება იქ და აი პარიზში ნარბენი კაცია ამ საქმეში სერიოზული ადამიანი იმით რომ ეს არის სტალინის ერთ-ერთი იშვიათი ახალგაზრდობის თანა ესე იგი მოასწრე რომელიც არ დახვრიტეს ეს დაიჭირეს კი იჯდა რა ქვია და მოულოდნელად გამოიყვანეს ციხიდან და პირდაპირ ციხიდანვე დანიშნეს საგარეო მინისტრის მოადგილედ მე მგონი ომამდე ეს მაგრამ სერგო დახვდათ იქ ეს არ არის უბრალო ამბავი იმიტომ რომ ირანი ეს განსაკუთრებული ქვეყანაა მეორე მსოფლიო ომის დროს და ეხლა რა ვითარება ესენი რომ ჩავიდნენ რა ხდება იქ რა ქვეყანაა ეს ირანი რატო ჩადის თბილისის დინამო ირანში რომ იქ მოანგრიოს და აჩვენოს საბჭოთა ძალა და აჩვენა ისე რომ ეხვეწებოდნენ რომ აღარ გინდათ მეტიო იმიტომ რომ მეორე მსოფლიო ომი რომ დაიწყო და რა ქვია ჩერჩილ სტალინის ურთიერთობები ასე ვთქვათ სამოკავშირეობაში იფიქრეს ახლა გლობუსს რო დაატრიალდა რუკას და ირანიდან გამოგზავნეთ ყველაფერს ახლა კასპიის ზღვა და ასე რომ ვთქვათ რა რითაც უნდა მოგეხმარონ იმით რა მაგრამ ერთი უცნაურობაა ირანში რეზა შახი არის ესეთი კაცი რომელს გადატრიალების მერე ფეხლები რეზა ფეხლები და მაგრამ მთელი ირანის რკინიგზა გერმანელების ხელში რადო იმიტომ რომ სპეციალისტები ვეყავთ და გერმანელები მართავენ რაც რამ ირანში რკინიგზაა და გერმანელები უკვე ნაცისტები არიან ინგლისის რკინიგზა ერთი შემოაქვს საბჭოთა კავშირი და ინგლისი ძალიან კოხტად შეცვლიდნენ 51 წელსვე ირანში რა ქვია დიდი ჯარები იდგა ამ ქვეყნების რა ქვია იქ და ისე რომ
რეზა შაჰი ჩამოაგდეს. შენი შვილი იქნება მოჰამედ რეზა ფეხლევი, ეს არის საქართველოს ბერჯერ ნამყოფი კაცია სხვათა შორის. მოგეხსენებათ ინგლისი იმპერია, საბჭოთა კავშირი იმპერია არ არის, ეს არის თავისუფალ ერთა მძლე კავშირი ძმური, და ინგლისი იმპერია ამ დროს ხო და 53 წელს მოკლედ თეირანის კონფერენცია ხო ყველა მიცით რა, იქ ჩავიდნენ რუზველტი, ჩერჩილი და სტალინი. ის როგორც იმპერიული პრემიერ-მინისტრი, ეს შაჰი ჩვენი დასმული ვიღაცა 21 წლის ბიჭი ბევრი ორდენებით, ხოლო ბელადმა თქვა, რომ კაცის ვალიაო, რომელ ქვეყანაში ჩავა, მას პინძელი მოინახულოს. ეს არის ქართული ფოლკლორის ერთ-ერთი ყველაზე ესეთი ეპიზოდი, რა ქვია, რომ სტალინი წავიდა რეზა შაჰი 21 წლის ბიჭი, დაურის. სანახავად მასთან სასახლეში ვიზიტა. თეირანის კონფერენციაზე ხან ეს საერთო პოლიტიკური ამბავი ვიცით, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ძალიან ბევრი ქართველი შინსახკომელი მონაწილეობდა დაცვაში. შინსახკომი როგორ არის, იცით, ეს ხო სტალინის დროს ხან ერთია მილიცია და უშიშროება და ხან გაყოფილია. და აქ არის ორი ესე იგი კაპიტონ ნაჭყებია, მერე გენერლები მილიციის ქართულის და გრიგოლ კარანაძე. მთელი ამხელა დაცვებით, უსაფრთხოებით იმით შევიდნენ ესე იგი თეირანში სასახლის ეზოში და გოგო დადის ველოსიპედით რა. გოგომ დაინახა ესენი, ჩამოხდა ველოსიპედი და მოაგორა ეს ველოსიპედი და ჩამოართვა სტალინს ხელი. მე ვარო ირანის დედოფალი. რა ქვია ეს არის? შაჰი ხო ახალგაზრდაა, კიდევ უფრო ახალგაზრდა ცოლი ყავს, ეს არის ეგვიპტის პრინცესა ფავზია ცნობილი, რომელიც ომი რომ მორჩა გაშორდა შაჰს. გაიქცა ეგვიპტეში და თქვა რომ თეირანი გოიმობა, კაირო, მულტიკულტურულია რაღაცა. ეს არის როგორ გითხრათ, რის ვივიენ ლი და დინა დურბინი და ესა. ქვია ასეთი პატარა გოგო. მერე გაყვა ვიღაცა ეგვიპტელ პოლკოვნიკს, აგერ ახლა გარდაიცვალა 10 წელი არ იქნება რა. ბოლომდე ალექსანდრიაში ცხოვრობდა. რაღაც ერთ-ერთი მზეთ უნახავი იმ დროის მსოფლიოს, რაღაც საოცრი. გარიგება იყო პოლიტიკური, რეზა შაჰს სანამ გააგდებდნენ, შვილს შერთო სუნიტი პრინცესა, შიიტ შაჰს. მერე შევიდნენ, ხა იქა უკვე მერე რიტუალები ატყდა და შევიდნენ და შაჰი გამოქანდა სტალინისკენ და დაუჩოქა. სტალინმა წამოაყენა, თორე იმას უნდა და ხელზე კოცნა. მოჰამედ რეზა ფეხლევის რომელიც მე მეგობარი იყო საბჭოთა კავშირის. ამაზე არის ბევრი მოგონებები ამ დაჩოქებებზე, არის ესეთი მითოლოგიური ამბავი, რომ ვიღაცას თითქოს სტალინმა უთხრა ეს, რომ დაენახა გიორგი სააკაძეს. აქ ნამდვილი ის არის, რომ გიორგი სააკაძე სტალინს ესიმპათიურებოდა, იმიტომ რომ ქართულ ისტორიკოსებთან შეხვედრებში და ამის დღიურები არსებობს ნიკო პერცენშუის მას სტადებითად ახსენებს. არის შალვან უცუბიძის მოგონებაც, რომ იქ იყო მიშა ჭიაურელი და მიშამ მოუყვა მერე, ალბათ წლების მერე შალვან უცუბიძეს, რომ ამან რომ დაიჩოქაო. ფერადმა გამოიხედაო და ანუ მასაც მოხვდა მისი თვალი და აიო თბილისელი ოხერი კინტოსის ჰქონდა რა, შეხედე რა. შეხედე რა გავაკეთე. აი ეს რა ქვია, ეს მოცემულობაა და 8 თვეა და თბილისის დინამო ჩავიდა იქ, რა ქვია. ასეთია ისტორია საერთოდ რა. ნუ ფეხბურთი ცოტა პოლიტიკაც არის, რა ქვია. ეხლა მე დარწმუნებული ვარ, რომ ბაქოსთან არაფრით არ წააგებდა თბილისის დინამო, იმიტომ რომ უნდა წასულიყო იქ. რომ წაიგო, მაინც მოიგებდა, რა ქვია. ესეთი ამბავია ეს, მაგრამ კარგი ამბავია. ჩავიდნენ თეირანში, ხე თეირანი რა გითხრათ, ეს არ არის, რა ქვია, პარიზი და სხვა რამეა რა. სხვა რამეა უყურებენ ჯალმები, შტაბ მიქსია. Тегеран, столица Ирана. Сюда для дружеских спортивных встреч приехали футболисты Советской Грузии. შაჰი პროდასავლური იყო, მართან მერე და მერე გიხრეტდა მემარცხენე სტუდენტებს და ეთქვიებსაც უშენდა, მაგრამ ნუ შაჰს ახალგაზრდა შაჰი და
ჩვენი პირველი მეტოქია ირანის მეორე ნაკრები ამბობს. ახლა რაღაც შრომარებში ნახე რომ ნაკრები წერიან, მაგრამ ესე უწერია ბასას. უსრომო რა არის, ეს სხვაობა იმ ფეხბურთსა და ამ ფეხბურთს შორის. ისე თამაშობენ ამ თამაშს, რომ ერთი ვარჯიში არ არის და დააყავთ ერთი კვირა წინ და უკან მიღებებია, ამბებია. მე საბჭოთა იმან საერთოდ გადაწყვეტა რომ კინოში წაგიყვანთ, მაგრამ მთელი თეირანის კინოები გაფიცულია. ეს ეხლა საბიჭები რომ ჩამოვიდნენ, რა გაფიცულია? რას ნიშნავს გაფიცულია? კაი, მე ერთი კინო იპოვეს რომ მას თქვა რომ რა ხან საბჭოთა გუნდია ჩა მე შემოუშვებ რაღაცა, მაგრამ კინოშიც შუქს ანთებდნენ რომ ცხელი ჩაი შემოეტანათ ეს არის ეს სამყაროს შეცნობის ის არის თავისებური ძალიან მაგარი რამეებია ამ წიგნში რა საოცარი ხა იქ თეატრი და ის არა მაგრამ ცირკი არის პოპულარული დაყავთ წინ და უკან ცირკში დაყავთ იქ არის აი როგორც აქ იყო მაშინ პოპულარული დასავლეთ ძალოსანი კუპატაშვილი რომ მე სირთხამდა თავში რა ქვია უროებს და ასეთი ხალხი ნახეს მარტო გირებს კი არ წერენ თავზე უკაც რიყის ქვას დაადებენ და უროს ურტყამენ რიყის სხვა რო რაღაც არის ესეთ სამყაროში არიან რა ქვია ხო თბილისის დინამო არ მოგატყუოთ ახლა კი სპორტი საერთოდ სანიმუშო ადამიანი იყო სპორტი იმიტომ იყო ამდენი ხანი და იმიტომ ყველა მაგისკენ გამოიხედავდა ხოლმე გაჭირვება რო იყო მთელი აი 17 წელიწადი გუნდში რო იყო და მინდორზე რო იყო აი ვაგებ და გამოიხედავდნენ ბასასკენ საერთოდ თბილისის დინამო დამლევი და მხიარული გუნდია კარგად რო დალევს არევაც იცის მაგრამ იქ არ არის არაფერი და მე ჩვენ ვიცით რომ საზღვარგარეთ ვართ და საბჭოთა სპორტსმენის სახელი არ უნდა მოსულიყო და პირველი თამაში ხა უვარჯიშებელი გუნდი ერთი კვირა დაყავთ აკეთიკეთ ხის შესანიშნაობები სასახლეები შახები До начала матча 2 часа. Жители Тегерана спешат на стадион, проявляя живой интерес к советской стране, ко всему, что связано с ее жизнью. Именно потому сегодня любителей футбола оказалось больше, чем обычно. მინდორი არ უნახავთ ხალხი ერთი კვირა იქ არის ბურთი არ გაუგორებია ხალხით გაჭედილი ეს იშვიათი სანახაობაა იწყება თამაში პორიამ გაუგორა ანთაძე მეგრევე მარჯვენა ფრთაზე გაიოჭეჭა ჯეჯელა მოატყო ერთი კაცი გაუსრიალა პანიკომა დამინახა რომ ბურთზე გავდივარ ბასა ესე წერს და მომცა კარგი პასი ბახ 1-0 1-0 за счетом заканчивается. ну ახლა შეხედა არიციანი მან თამაში ხო და ნუ ფეხბურთი რა რაც ამათ იციან იმათ არიციან პირველ ტაიმ 5-0 თავიდან გასახტაში არაფერი რთული აი არა მოვიდნენ საბჭოთა საელჩოს წარმომადგენელი ჩვენ ძალიან გახარებულები ვართ მაგრამ ეგება მეტი გოლი არ გაიტანო რატო ესა იცით რატო ასირ გალპერინი მეკითხარ წინა ასირ გალპერინი მწვრთნელი ამ დროს ეს არის ქართულ ფეხბურთში განსაკუთრებული კაცი იმიტომ რომ ბავშვთა ასირ გალპერინის ჰქონდა საბჭოთა კავშირში ერთადერთი ბავშვთა საფეხბურთო სკოლა 20-იანი წლების შუიდან და აგერ სანამომი დაიწყებოდა რა ძალიან მნიშვნელოვანი კაცია ჩვენ ფეხბურთში ну ай აღარ გავიტანთ ეს არის რატო ეს თო არა ჩვენ კი არ პირიქითო ჩვენ ვამაყობთ თქვენი თო ბიჭებო რამე მაგრამ შემდეგი თამაში რო გაგვთოთ ეს ემთხვევა შახის დამატების დღეს ერთგვარ დღესასწაულზე და შახი უნდა მოვიდეს თამაშზე და ახლა თქვენ თუ მოიგეთ აქ 17-0 შახი აღარ მოვა მიხვდება რომ ეს არის და ნუ ეს რაღაცა იოლად ჩაუმთავრეს ეს თამაში მათ რა ქვია თეირას ბევრად ნაკლებად მოუგეს 2-0 რა. ნუ ერთ კვირაში კიდე მეორე თამა, არა მანამდე ეს სრული ჭმევასმა აზიური როგორც არის ბიჭებო თქვენი ჭირი. მოვიდა შახი. ეს ძალიან იშვიათი ამბებია მაგდოს მოედანზე ჩამოვიდა. მოიტანესო რა ქვია თაიგული რომელსაც დედამიწის ფორმა ჰქონდა და ჩვენ ეს ოკუპირებული შახია რა. ჩამოვიდა ყველა სათითაოდ ხელი ჩამოვართო. ეს იყო ასე რომ ვთქვათ პირველი გასვლა.
ეს დინამოზე ასეთი რა ქვია და ეხლა ჩვენ ვიცოდეთ რომ საბჭოთა კავშირიდან ყოველად უცხოელს აზე არ შეგახვედრა უნდა იცოდნენ ეს ჯერ არ არის ჩამოყალიბებული 40-იანი წლებია რა ქვია მანამდე მეკითხარით რომ პოლიტიკა იყო რომ ჩვენ მარტო მოყვარულებს და ვეთამაშებით რაღაცა მაგრამ ისეთი დროა რომ ეს იცვლება ეს არის მოსასინჯი დინამო ირანში და რაღაცა მთავარი ტურნე და ბევრად რთული აქ მოსკოვის დინამოს ეს არის ადრე ეძახოდნენ ტრიუმფალური და ხეძახიან ლეგენდარული იმიტომ რომ ხვდებიან რომ სისულელეა რა ქვია რა მოსკოვის დინამოს წასვლა ინგლისში და იქ კლუბები 4 კლუბთან თამაში ერთი შოტლანდიის ერთი უელსის და 2 ლონდონის გუნდთან თამაში ეს არის საოცარი ისტორია, იმიტომ რომ ეს გლაზგო რეინჯერსთან 2-2, ჩელსისთან 3-3 და მოუგეს კარდიფ სიტის 10-1 ტრიუმფში ეს იგულისხმება. კარდიფ სიტი ეს არის როგორ ამბებიდან 30 წლის მერე თბილისის დინამოს 3-0 გააგდო იქიდან. ეს ბოლოს 21 საუკუნის გუნდი უფრო პროფესიულად ესეთი გუნდი ხა უელსის მოკლედ არაფერი რა რო გითხრათ რა ეზოს გუნდს მოუგეს 10-1 მაგრამ იყო დიადი თამაში როგორც აღწერდნენ საბჭოთა კავშირში ლონდონში არსენალთან რომელიც არის ლეგენდარული მოსკოვის დინამო არსენალი 4-3 თან არსენალს ყავდა დამატებული დიდი ფეხბურთი ნამდვილი ვარსკვლავი სტენლი მეთიუსი ეს ფრთა მარჯვენა ფრთა ეს არის პირველი ოქროს ბურთის მფლობელი რაც შემოიღეს ოქროს ბურთი კი იმაჟინ უკვე იყო გაიბებერი მაგრამ მიცეს როგორც დამსახურებას საბჭოთა კავშირში საღიწერებოდა რომ აი მაგათ მეთიუსი დაიმატა ეს მოსკოვის დინამო მაინც მოუგო ჩვენ ხო ესენი არ ვიცოდეთ თქვენთან ნახოთ ამაზე ინგლისში უამრავ მემუარებში ამ ეს არის ლეგენდარული თამაში იმიტომ რომ ისეთი ნისლი იყო რომ უნდა შეეწყვიტათ და ნუ საჯმა არ ქნა საჯი ინგლისელი ამაზე არის ისეთი სასაცილო მოგონებები ამ თამაშზე რომელიც საბჭოთა კავშირში წარმოსახული იყო როგორც საბჭოთა ამ ფეხბურთის და დინამოს და ენკავედეს დიდი არა მეთიუსის მოგონებები არის ეგეთი ეპიზოდი არ მახსოვს ახლა იმ თავდასხმის გვარი იმან მითხრა რომ დამთავრდა ჯერ ვერ გაიგეს რომ დამთავრდა თამაში მეკარე 10 წუთი იმათ მეკარე კიდე კარში იდგა იმიტომ რომ ისეთ ნისლი იყო რომ დაავიწყდათ ის და იდგა ეს თამაში ჩვენთან იყო როგორც თავარი იდეოლოგიური საბჭოთა სპორტის უპირატესობა 50 წლის განმავლობაში ამაზე ლაპარაკობ ხო და ერთმა ფორვარდთან ბიჭო არ ვიცი 2 გოლი გავიტანე მაგრამ რომელ კარში გავიტანე თუ ვიცოდე მე ვიყო უსინდის ეს არაფერი არ არის რაღაც მონაკვეთი თამაშის მოსკოვის დინამო იყვნენ 15 ფეხბურთში ხონა იყოს ანუ რომ იცვლებოდნენ ის არ გადიოდა არსენალიდან ერთი ფეხბურთელი გააძევეს და არ გავიდა ანუ რაღაც კომედიით სავსე თამაში უბედურ ნისლში არც ერთ მეკარეს არ დაუნახე არც ერთი გოლი როგორ შევარდა მიდიოდა და კარებში უკვე ბურთი თუ არ კარებში ისა აქ ყვებოდნენ და აი იყოს ამაზე ლაპარაკი რომ როგორ მოსკოვის დინამომ ინგლისს მოიარა და ეს დამახასიათებელია საერთოდ სტალინის ეპოქი მაშინ თან არ იყო ეს ტელევიზორი ამდენი ჟურნალი გაზეთი ფოტო ისა და აი ეს დრამებს აღმოაჩენ ეხლა როგორც საბჭოთა კავშირი იყო სხვათა შორის იზოლირებული ფეხბურთი ისე იყო ინგლისი არ მონაწილეობდა მსოფლიო ჩემპიონატებში თავის ზემოთ ეჭირა თუმცა იყო FIFA-ს წევრი და იწვევდა ამ გუნდებს ან ეწვეოდა ნაკრებებს და დაამარცხებდა და ეს საკლუბო იშვიათი იყო რა აი ეს მოყვა თბილისის დინამოს იმას წასვლას თეირანში ბევრად სერიოზული ტესტი და ეს კმაყოფილია პარტია მთავრობა ძალიან კმაყოფილი რომ აი კარდიფ სიტის მოუგეს 10-1 კარდიფ სიტი დღეს კაი გუნდია შედარებით კი გავარდნილია პრემიერ ლიგიდან რაღაცა მაგრამ ნუ კარდიფ სიტი რა გითხრათ რა თბილისის დინამო 70-იან წლებში წარიყო გუნდი რა ასე რომ ვთქვა ისეთი რომ ან ძალა წინამდე მოგაეწია The inspired singing of Land of Our Fathers was the prelude to football's sensation of the year, the Russian Dynamo's 10-1 victory over Cardiff City. ამით რაღაც საბჭოთა კავშირი გავდა ინგლისს, რომელიც
უარს ამობდა მსოფლიო ჩემპიონატებზე 1950 წლამდე და 50 წლიდან რომ დაიწყო შერწყვენა და შერწყვა მე დღემდე გრძელდება ეს 1-2 ჩავარდნა ჰქონდათ ეს იზოლაცია მიცის და საერთოდ ეს შერჩევა მეტოქის და ამაჩევა მაგრამ ინგლისი უგებდა ყველას საერთოდ ამ დროს ფეხბურთი არის ძალიან პოლიტიკური ხარ მაგრამ ინგლისს მივადექი აქ 30 აი ეს ფაშიზმი რო იყო ჰიტლერი ხო აწვებოდა ძალიან გერმანია რომ მაგარია მაგრამ ფეხბურთს აქ უცნაური თვის აი საბჭოთა კავშირმა ჰოკეი მოიგო მთელი ზრეოსნოს რო ასე დახვავებული ორდენები ფეხბურთში ერთხელ ევროპის ჩემპიონი მოიგეს 1960 წელს ხო მესხმა ჩააწოდა პანიძელიკმა გაიტანა ასე შემდეგ точно резко ворота и понедельник головой забивает второй гол победителей приветствовал Париж საბჭოთა კავშირი ვერ აჩვენებდა მისი წყობის, რა ქვია, სრულ უპირატესობას ფეხბურთით, ხა. აჩვენებდა რაღაც თხილამურებით, რაღაც სირბილებით, იმეებით, აი ეს ოლიმპიური ოქროს ზოდები რო ეყარა, ეს ორდენები, ეს ამედლები, რა ქვია, ოქრო ყველაფერი, მაგრამ ფეხბურთით ვერ აჩვენებდა, რა ქვია. რა იყო ესეთი ანეკდოტი, პელეს კითხეს, რა თქმა უნდა, ტყუილია. როდის გახდება საბჭოთა კავშირი მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთში და როცა ბრაზილია ჰოკეიში. ეს ნუ ეს მოგონი საბჭოთა ანეკდოტი პელე მე მგონი ხოკეი არ იცოდა რა ის ყინულზე რასაც ამბობ შაიბიანი ხოკეი ესეთი მდგომარეობა 46 წელს ომი რომ მოსჭა საბჭოთა კავშირი გახდა FIFA-ს წევრი ეს ნიშნავს რომ შენ უკვე საერთაშორისო ფეხბურთს აღიარებ და რაღაც ნაბიჯები უნდა გადაიდგას რა ხო მაგრამ მიუხედავად ამისა საბჭოთა კავშირმა ორი ჩემპიონატი მაინც გამოტაო მსოფლიო ჩემპიონატი ეს მაინც პროფესიონალები იყვნენ და თან არ წრფელი ამბავი სერიოზული თავისი იმედი არ აქვს მაგრამ ის არის რომ აი თამაშობენ ფულზე მოთამაშე ხალხი თამაშობენ ჩვენ ხო პატიოსანის აგერ ესე აქვე ბაბროვი არის ლეიტენანტი და მსახურობს და თავისუფალ დროს ნუ ბაბროვი გენიალური სპორტსმენი იყო საერთოდ მაგრამ მაგაზე არ არის ლაპარაკი მაგრამ ნუ ეს მიდგომა ეს არის საბჭოთა კავშირმა უფრო დაუმიზნა 51 წელს გახდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი და ოლიმპიადაზე არ შეიძლება პროფესიონალი მარტო მოყვარულები ანუ სხვა ფეხბურთის გუნდების მუშამბი და გლეხები იქნებიან განსაკუთრებით კაპიტალისტური უკვე სოციალისტური ეს არის რა ქვია სისტემა შექმნილი ეს შეიშალა და მსოფლიოში ყველაზე მაგარი გუნდია უნგრეთის ნაკრები რომელიც სოციალისტური ქვეყანაა გაიგეთ ნუ უნგრეთს არ შეხებიან პირდაპირ მარტო ამ ხანაგურებში მაგრამ და დაგეგმეს ოლიმპიადა, მაგრამ ეს 5 წლის მერე ხდებოდა, ეს აქ ამაში ბასა მონაწილეობს. ეს არის საინტერესო, ეს რა ქვია. იქ თავს რო იმართლებდნენ იქ რა ქვია, ცეკაში და კრემლში ძახოდნენ, რომ ავტოჭკუასელმა ააცილაო. მერე უკვე უბედურება რომ მოხდა, ურემი რომ გადაფრუხდა ჰელსინკის ოლიმპიადაზე. ის ქართველი შემოვიყვანეთ და იმან ააცილაო. თორე ესე ჩვენ მაგრებ. ნუ ეგ სხვა ისტორია კიდე. მაგრამ ეს ჯერ არის აი უყურეთ ეს ტურნე მოთავდა და მერე ომი დამთავრდა განახლდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი გაიგეთ ხალხი დაბრუნდა სტადიონზე თბილისში რაღაც მაგრამ უკვე შექმნილია სოციალისტური სამყარო ეხა საბჭოთა კავშირი და მონღოლეთი აღარ არის მარტო და აი ჩინეთში ომია მაოძედუნმა ხახო ჩამოიტანა ერთი ვაგონი ყველაფერი ეს ხდება ხო სიჩუანურს ხახო ჩამოუტანა სტალინს და იმან მასკوارეკაში ჩააყრევინა და იმან იმიტომ ჩამოატანა თურმე ეს არაბერებს მამაკაცობას სასარგებლო ნუ ეს ხდება 58 წელი თუ როცა არის ამის მაორო იყო იქ ცხოვრობდა კონსერვაში და დიდად არ ელაპარაკდა ამნაირი მასპინძელი არ გელაპარაკებო არა დიდხანს ყავდა ხო და თბილისის დინამოს მოუწია მეორე ტურნე სოციალისტურ რუმინეთში და ეს მერე მოუყვეთ და გავაგზავნოთ როგორც